რეჟისორი მეუნება ყურში რომ თმები გაისწორიო და დიანა ტრაპაიძე მეუნება რომ თმები თორე ქოჩორი გაქო. მოგესალმებით თვითფასისთან მაყურებელო. არ შეიძლება ფიზიკური ნაკრძი ასეთი ყურადღების გამახვილება. მე და ჩემი მეგობარი დიანა ტრაპაიძე ვაგრძელებთ მუშაობას და ოფლის ზღვას თქვენთვის გადაცემაში სუბიექტური აზრი ჩვენთან წამყვანი. მე ყველაფერს ვაგვირდები დინჯად. არა, შენს მუშაობ ესე არ არის. როგორ ახართ? მადლობთ არა. ესე იგი ეგ არის რა. всё. ისო ძლივს მოვიშორეთო ის ბასის ამბავი ძლივს გადავაგორეთო ნაცებმა. ხელი მოიმშვიდეს და მოხდათ მეხი ახალი ელჩის მოლავის. რა მუხტულობას ქონდა ადგილი სახელმწიფო დეპარტამენტში. რა ხდება ახლა მკიცდება ახალი ელჩის კანდიდატურა სენატში და ერთ-ერთმა სენატორმა რომელსაც ქვია ბენ კარდინი, ეს არის დემოკრატიის სენატორი. პირდაპირ კითხა რომ იქო ჩვენო პრობლემები გვაქვს, მე ცოტა გლეხურად გადმოცემ, არა ზუსტად სიტყვასიტყვით. სიტყვასიტყვით გავუშვებ. ჩვენ გავუშვებთ ამ ვიდეოს. და ჩვენო პრობლემები გვაქვს, პრობლემებიო. ჩვენ არ დემოკრატიაში. ჩვენო ამერიკელები ხო უკვე როგორც საკუთარ პრობლემად აღიქვავენ, იმიტომ რომ თქვენ ეს შუქურა არისო და მაგათი პრობლემები. საქართველოს აქვს პრობლემები და ის ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ თქვენი პრობლემები, ამათი პრობლემები ჩვენ ბევრ ხარჯავთ ამ ქვეყანაზე. ხარჯავთ და შესაბამისად ერთ კანდიდატსო კიდე ბიძინა ივანიშვილზე ლაპარაკი არაძლევენო პოლიტიკურ ველზე შესვლის უფლებას და რას იზავთო და ხო არ გავუშვათ ვიდეო. მოდით გავუშვათ და მე ვისაუბროთ. ინტერპრეტაციაში ჯობია. ნამდვილად ჩალვას ინტერპრეტაციაში ჯობია რომ ვიდეოს უყუროთ. თუმცა ხატოვნად ყვებოდა სხვათა შორის. და ზუსტად. არა ზუსტად არა ხატოვნად. მოდით მოვისმინოთ. Has problems. They're strategically important to us. They're moving forward in transition. საქართველოს აქვს პრობლემები. ის ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ის გარდამავალ პერიოდში წინ მიიწევს. მე მომეცა შესაძლებლობა გავსაუბრებოდი პრეზიდენტ სააკაშვილს მისი აქ ყოფნისას იმის თაობაზე, თუ რას აპირებს იგი სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად. ვიცით რომ ადგილი აქვს მცდელობას, ძალისხმევას, რომ იმ პირების უფლებები შეიზღუდოს, ვისაც პრეზიდენტად არჩევის უფლება აქვთ. ოპოზიცია აცხადებს, რომ მათ არ ეძლევათ არჩევნებში სამართლიანი კონკურენციის შესაძლებლობა. ასე რომ ჩემი თქვენდამე შეკითხვა არის, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ საიმისოდ, რომ საქართველოს განაგრძოს წინსვლა თავისუფალი და ღია არჩევნებისკენ, რომლებშიც თანაბარი და სამართლიანი შესაძლებლობები ექნება ოპოზიციის კანდიდატებს. წლევანდელ არჩევნებსა და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც აღნიშნეთ, გარკვეული პროგრესის მიუხედავად საქართველოში ნამდვილად არის შეშფოთების საფუძველი. იმასთან დაკავშირებით, რასაც შეიძლება ეწოდოს მოსწორებული სათამაშო მოედანი. მოგდის ინფორმაცია ოპოზიციური კანდიდატების შევიწროების შესახებ, რაც ჩვენ ძალიან გვაწუხებს. ეგრეთ წოდებული კონტროლის პალატის როლი პარტიათა დაფინანსების კანონი დიდ შეშფოთებას იწვევს საქართველოში და საერთაშორისო თანამეგობრობაშიც. გეტყვით, რომ ჩვენმა მისიამ უკვე განუცხადა ჩვენი შეშფოთება ამ საკითხების გამო საქართველოს ხელისუფლებას, როგორც საჯაროდ, ისე პირად საუბრებში. და თუ ეს დადასტურდება, ჩემი ფუნქცია იქნება გავაგრძელო გულმოდგინე მონიტორინგი იმისა, თუ როგორ იცავს საქართველოს იმ პრინციპებს, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. ეს იქნება ჩემი მისიის მთავარი პრიორიტეტი. ამერიკა მილიონობით დოლარს ხარჯავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის და ჩვენ ამ ფონდების ყურადღებიანი განმგებელი უნდა ვიყოთ, რათა დავწმუნდეთ, რომ ჩვენთვის მოსალოდნელ შედეგებს ვიღებთ. ის თუ როგორ ტარდება ეს არჩევნები იქნება მეტად მნიშვნელოვანი ლაკმუსის ქაღალდი და ჩვენ ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ არჩევნებს, რათა შევაფასოთ, თუ რამდენად შეესაბამება ისინი ნატოს სტანდარტებს. I just would underscore the issue of qualification of opposition candidates. მე მინდა ხაზი გაუსვა შემდეგ საკითხს, ოპოზიციონერ კანდიდატთა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ. ეს საკითხი საკმაოდ ბევრ ევროპულ ქვეყანაში გამოიყენება საიმისოდ, რომ დაიბლოკოს ოპოზიციის შესაძლებლობები. მე მოვითხოვდი ჩვენს აქტიურ მონაწილეობას ამ საკითხში, რათა ოპოზიციას მიეცეს უფართოესი შესაძლებლობა სათამაშო მოედანზე შედეგიანი პაექრობისთვის. მეტი რა თქვას ახლა, მეტი რა. დაჩი, შენი აზრია საინტერესო და აქვე ვიტყვი რომ სხვათა შორის სათამაშო მოსწორებული სათამაშო მოედანი იქნა ნახსენები და პირველად უილიამ ბერნსი, ეს არის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, რამდენიმე თვის წინ იყო საქართველოში ჩამოსული და პირველად მან ახსენა რომ ისეთი სათამაშო მოედანი უნდა შეიქმნას, სადაც მონაწილეებს თანაბარი პირობები უნდა კონდეთო. მე არ მინდა გული ვატკინო ხელისუფლებასთანაც მოძრაობას, მაგრამ ახალი ელჩი ძალიან კაცრი და პრინციპული ჯიუტი კაცი იცი როგორი რას მაგონებს ჰაბიტუსით აი სკოლის მასწავლებლები რო არიან ხოლმე რომელსაც თავის საქმეც იციან მაგრამ არიან აი უაზროდ პრინციპულები რო არიან ხო აი ყველაფერზე რო წავლა თავისი ხო აი რო არაფერს გინდა ძმაკაცმას თხოვა თუ არა ძალიან კაცრი პროტესტანტული ესეთი მკაცრი ტექსტი მოარტყა რომ ჩვენო იქო ფულს ხარჯავთო და თითოეული ცენტი უნდა გავაკონტროლოთ რა და თავისთავად ხა ის მომენტიც თავშესაქცევია შეიძლება ითქვას ამაზე რომ უაღრესად ტაქტიან ჯონბას რო კაცი გადაიმტერებს და აწყენიებს
აბა ამასთან ნახეთ. ხო და იმისავით მოვთით არ გინდოდათ ჯონბასიო აგე. ეს არ შეტყვის, იცით? ეს ეტყვის ესეთ რაღაცას. ფანტაზიებში შევიჭერი, მაგრამ სავსებით რეალურია, რომ მე ვარ ის ქვეყანა, რომელიც $5 მილიარდ გაძლევთ, მოგეცით ხო? ამიტომ მაჩვენეთ ერთი რა რიტორიკულ შეკითხვაზე ვინ არის ჯონბასი? ახალ ერის აუცილებლად ეკნება $5 მილიარდი, აი პასუხი. კი, აუცილებლად ეკნება პირდაპირი და კონკრეტული პასუხი. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს განცხადებები რაც წინასწარ იყო ბასის მისამართით გაკეთებული და ზოგადად საელჩოების მისამართით გაკეთებული, ასეთი განცხადებების აი ეს აღქმისთვის პრევენცია იყო გარკვეული? არა მგონი პირიქით, იცი? პირიქით, როდესაც ჩვენ ვიცით ხო, რა დაწერა იმ კაცმა და რაც თავარია დაწერა Facebook-ის თავის გვერდზე, ანუ ეს არ იყო თქვათ ხო, მოგზალებული რაღაც. ხო, საელჩოს პიუპიტრიდან გაკეთებული ოფიციალური განცხადება Facebook-ზე დაწერა სახელით. დაწერა თავის შეხედულება სხვათა შორის არც თუ ეხლა კაცი ფორმებით, კი. ხო და ამის შემდეგ რომ აი ამას რო ვისმენთ, ვერანაირი პრევენცია. შენ რა განცდა დაგიშაშ პირადად? რაზე? ამ ამბავზე ახლა. ვთვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება და ეს ნიშნავს რომ არ იქნება ისე როგორც იყო მაგალითად 2008 წელში 8 წელს როცა რამდენჯერმე ვახსენე 5 იანვარს ჩატარდა არჩევნები და 6 იანვარს უკვე ამერიკელი კონგრესმენი გამოვიდა და თქვა რომ ეს იყო ტრიუმფი დემოკრატიის მაშინ როცა ყველას ჰქონდა მე ვფიქრობ რომ ასეთი ტიპის მეცაც გეტყვი ჩვენ ვიცით ხომ დემოკრატიის შუქურა ასე შემდეგ არ ქონდა ადგილი ნეიტრალურობას თავის დროზე შეერთებული შტატების მხრიდან რა თქმა უნდა და ეს ვიცით ამან რა შედეგებიც გამოიღო ამერიკული განწყობების გაძლიერება აშკარად ამჯერად მინდა გითხრა რომ აი ეს რო თქვი რომ არ ქონდა ნეიტრალურ პოზიციას ადგილი მეთქი ის ნეიტრალური პოზიციაც აღარ იქნება იქნება ობიექტურობა და ძალიან აქტიური შენ მითხარი რომ ნაციონალურმა არხებმა არ გააშუქა NDI-ის კვლევების შედეგი. არა, მეც აქ თქვათ საუბრობდნენ ამის შესახებ, მე არ ჩამიტარებია ეს თქვათ კვლევა გლობალი მაგ სახში და ერთ-ერთ ნაციონალურ არხს ვერ ვუყურებ. მეც ორმა დამოუკიდებელმა წყარომ დამიდასტურა, რომ არ იყო ეს გაშუქებული. შენს გლობალი გაქვს? მე გლობალი არა მაქვს, მაგრამ მე არ უყურებ პრინციპულად, იმიტომ რომ ვერ უყურებ. ამ დროისთვის რაღაც სხვა საქმეებით ვარ, ხო იცი რაღაცებს ვაკეთებ კიდე. ეს რას ნიშნავს? ყოფ რომ არ ვითარდები მე ამის შედეგად. პირიქით. პირიქით. რაღაცა რომ გავალები ამას თავი რაღაც აღმოფხელა ვიგე. გაცილებით კიბერზე გაცილებით ადგილი. იცი რატომ მე გეტყვი შენ, რო უყურები ნაცარხებს და აუ წავიდოდა 30 წუთიანი სიუჟეტები რომ დედარაკარ ქვეყანაში ცხოვრობ და რო დაიჯერებ წავით, ხო შეიძლება დაიჯერო კაცნი ვარ და გამოიხედავ გარეთ და ჩართავ ამ საეზღარ მაესტროს ითრგუნები ამიტომ პარალელური სამყარო არსებობს. მე მინდა დღეს ფრიდონ საყვარელიძის ვიდეო მიმართვა ეს არის რესპუბლიკური პარტიის წევრი მოვისმინე და ის საუბრობდა საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარებულ პრინციპზე. ეს იყო ბასის განცხადებების კომენტარების საპასუხოდ რომ რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები საერთაშორისო ხასიათს ატარებს და კონკრეტული სახელმწიფოს საშინაო საქმეს არ წარმოადგენს. ანუ ის თუ ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობს რომელიმე ქვეყანა და თქვა საარჩევნო გარემოზე მაგალითად საუბრობს სენატორი და ასევე მომავალი ელჩი, ეს არ ნიშნავს რომ ვინმე ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა, ეს არის საერთაშორისო აღიარებული პრინციპი და იყო თქვა გაეროს კონვენცია და ასე შემდეგ მოყვანილი. არსებობს ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, არსებობს ევროსაბჭოს კონვენცია, არასტრატეგიულ პარტნიორებსაც აკრიტიკებებული, რატიფიცირებული აქვს აი ეს დეკლარაციები და ხელშეკრულებები ქვეყანას, ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ხა ნებისმიერი ადამიანის უფლების დარღვევა სწორედ რომ იმ დანარჩენი წევრების თავის დიდი შანსია ჩვენ დავემგავსოთ ასე თუ წავედით ბოლოხიძის განცხადებების კვალდაკვალ თუილი დიდი შანსია დავემგავსოთ ერთ დიდ ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელ ქვეყანას რუსეთს რომელსაც ზუსტადაც რომ ახასიათებს მადამი კრიტიკული განცხადებების კრიტიკა და ეუბნებიან რომ სამანასოი ნოსპას მატრიდა და დაახლოებით სამდურაკის პავლე კუბლაშვილმა გააკეთა თელის გამოაქვეყნა თუ გახსოვს თორსტები ლავროვი იყო ან მე მგონი მთელი ის საპასუხო საკრიტიკის მთელი ნუსხა გამოაქვეყნა რომ ის რატო არ სიკვდილი დაჯდა რატო არ ეთქვენთან ხო რა თქმა უნდა ხალხო რატო პოლიცია რატო სამდურაკი ანუ მე ნუ მეხებიო თორეო ისეო თუ ჯერ შემეხები იყო სიკვდილი შენ რა ხო და ეხლა პავლე კუბლაშვილმა ესეთი კომენტარი გააკეთა რომ ინფორმაცია შეიძლება მათ აწვდის რომელიმე ის პოლიტიკური ძალა რომელიც საქართველოში წარუმატებელია და წარუმატებლობის ვიღაცისთვის თუნდაც ცუდი საარჩევნო გარემოსთვის მოუმზადებელი განცხადება იყო პალიკოს გადაბრალება სურს. უკვე იცით რაზე მივდივართ რომ ამერიკის საელჩოში და უცხოეთის საელჩოში ბიუროკრატები მუშაობენ
ქართულ ხალხს პატივს არცემენ ვინ არის ჯონბასი და მე თურმე აგერ სენატშიც სხვათა შორის ეს არის არაკომპეტენტური ხალხი. როდესაც ვთქვათ საკებარ განცხადებებს აკეთებენ ვაშინგტონში, ამას ვთქვათ ოპოზიციის ნაწილიც მომისმენია ეს განცხადება, რომ ისევ მთავრობისგან იღებენ ინფორმაციებს, კეთილგანწყობილი ელჩისგან და ასე შემდეგ. აი ესეთი ვთქვათ სპეკულაციები ყოველთვის ყოფილა თემებზე. ვთქვათ ყოფილა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გაცილებით უფრო მეტი აგრესია არის ხოლმე ხელისუფლებისა და ხელისუფლებასთან დაახლოებული ექსპერტების მხრიდან, როდესაც იგივე თქვათ ჰილარი კლინტონის განცხადება იყო ადრე რამდენიმე თვის წინანდელ ამბავს გულისხმობდა და იქ იყო ლაპარაკი, რომ ვინ არის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომ აქ ჭკუას გვასწავლიდეს. რომელი ხელისუფლების გადაცემაზე? არა, ბევრად უფრო მანამდე იყო ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით. მოდით იცით რაზე ვილაპარაკოთ. აი ეს ყველაფერი. აი კავშირშია 70% თქვა NDI-მ რომ 70% მხარს უჭერს ბიზინა ივანიშვილის მოქალაქეობის. ეს პირველი სიგნალი სხვა. შემდეგ აგერ უკვე ელჩი ამბობს და სენატორი ამბობს ამერიკის რომ ბიზინა ივანიშვილს უნდა აღუდგეს მოქალაქეობაო. ნუ პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ ამას გულისხმობს ეჭვი არ არსებობს ამაში. როგორ ვფიქრობთ თქვენ აი ნათია და დაჩი აღუდგენ ნათია რა შუაშია ნათია გამახსენდა. ნათია სადაც არის კარგად იყოს კაცს მოკითხოს გადავწევ. ორივე ნათიასთან. იმიტომ რომ ორი ნათია მყავდა და ერთი დიანა რა. ხო და დიანა და დაჩი მინდა გკითხოთ. აღუდგენენ თუ არა თქვენი აზრით? აუცილებლად აღუდგენენ. დიანას ყოველ სკეპტიკური პოზიცია ეკავა. მე ხო, მაგრამ შეიძლება შევიცვალო ვინაიდან კანონში შეტანილი რაღაც ტიპის ცვლილებები და მიუხედავად ვინ ეკითხება ჯონ ბას ასეთი ტიპის რიტორიკის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ რომ აი ხო ცოტა შევიცვალე, ჩემს სკეპტიციზმში ბზარი გაჩნდა და ბზარი სინათლის წყარო ხო. ეს იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება პანიკაში მყოფი ადამიანის. ეხლა ვერ იმდენია რომ ძალიან ჭიანურდება პროცესი. ვერ იღებს მით უმეტეს იმ წუთში ვერ მიიღებდა ეხა ესე უკან გადაწყვეტ სახუმარო ამბავი არ არის ეს ეხა წაართვი მიეცი ეგრე სად არის და ხო რა თქმა უნდა ამდენი ხანი მე ვფიქრობ რომ ხდება სიტუაციაზე დაკვირვება ამის გაფორმება რომ როგორ მისცემ რომ აი სასამართლო თუ არ არის ბატონო ობიექტური სასამართლო მიმსჯელა და დაადგინა რომ რა მოხდა ეხლა ამ კაცს ეკუთვნის ხო შემსწარვალა და ანუ მეუღლის შემთხვევაში შევწდი და ამ კაცის შემთხვევაში იქნება მცდელობა იმისა რომ ამით პირიქით ქულები ჩაიწეროს ხელისუფლებამ რომ აი ობიექტური სასამართლოა და მოდით კიდევ თუმცა ჩვენ კი ვიცით ეს გადაწყვეტილება საიდანაც მოდის და როგორ ყველა მიცის მე თვითონ ამერიკელი კარგით გავაგზავნოთ მე ხშირად გიკითხავთ ხოლმე ეს თქო საერთაშორისო მედიაში თუ რამე საინტერესო იბეჭდება და ეკონომისტმა ეს არის გავლენიანი გამოცემა რომელიც საერთაშორისო პოლიტიკას და ბიზნესს ეხება გამოაქვეყნა გზამკვლევი არჩევნების გაყალბების მოკლე გზამკვლევი ძალიან დაკავებული დესპოტებისთვის ასეთ სათაური აქვს და მინდა რამდენიმე ფრაგმენტი თუ თავს არ შეგაწყეთ წაგიკითხოთ აი ეს არის გრაფიკა ეს არის Foreign Press-ზე დევს მისი ქართული თარგმანი საარჩევნო დღეს უკვე ძალიან გაგვიანია. თუ კი გადაწყვეტილი გაქვთ ოპონენტი ამ მომრჩევლები გატყიბოთ, ყუთების ბიულეტენები გამოტენოთ და შედეგები შეაკოწიწოთ, ამისთვის ვიღაც სადღაც აუცილებლად გიჩივლებთ. უცხოელი აბეზარი დამკვირვებლები გაგაკრიტიკებენ და რეპუტაცია შეილახება. ანუ ყველაფერი შეიძლება ეს თქო მარტივად გაკეთდეს და არავინ არ გააპროტესტოს. ყველაფერი ტელევიზიებით იწყება, რომელიც ამ მომრჩევლების უმრავლესობისთვის თავარი საინფორმაციო წყაროა. ნუ აკრძალავთ მათ სრულად. ეს თქვენ სუსტად წარმოგაჩენთ. აიტანეთ პატარა, ცუდად დაფინანსებული ოპოზიციური ტელეკომპანიები, მაგრამ დარწმუნდით იმაში, რომ თქვენი მოკავშირეები ყველა წამყვან სატელევიზიო არხს აკონტროლებთ. ეს ჩვენზე დაწერა? არა, ეს არის ზოგადად გზამკვლევი. ეს არის მე გეტყვი, არავის არ ეხება, ეს არის მე ვიცი რაც ხდება უკვე. ეს არის საქართველოში ნაცხოვრები რომელიმე უცხოელი არა ნამდვილად დაჭი. არა ნუ აგერ ჩვენზე წერს, შენზე წერს. დაჯერეთ ეგ არის. ანუ უნდა იუწყებოდეს ეს ტელევიზიები თქვენს წარმატებაზე, წარმოგაჩენდე როგორც სახელმწიფო მოღვაწეს. ეს ელექტორატის ცნობიერებაში თქვენ წამყვან ბრენდად გაქცევთ. თქვენმა პროპაგანდისტულმა მანქანამ უნდა ამხილოს ოპოზიციის უცხოური კავშირები. წარმოაჩინოს ისინი არალოიალურ და უცხო არსებებად. საჭიროა რეგისტრაციის პირობების გართულება ამ მომრჩევლებისთვის, რომელსაც თქვენ არ მოსწონხართ. თქვენ შეგიძლიათ გათვლა გქონდეთ პატიმრების არმიის და ახალწოულთა ხმებზე. თქვენს ხელში ასევე კანონები, რომელიც ვრცელდება პოლიტიკურ პარტიებზე, დაამძიმეთ ეს კანონები. ეს შეარყებს გვეხურები? არა, ნამდვილად თქვენ აი ხედავთ თქვენ გრაფიკას ეს გრაფიკა რაღაცას მე რაღაცა დახატე ეგრე არ არის. ეს არის რომელიღაც მოხერხებული ჟურნალისტი, რომელიც აღმოჩნდა საქართველოში და გადაწყვიტა ჩვენზე საწყლებზე გაიკეთოს კარიერა. საერთოდ ქართველი ჟურნალისტი შენ დაწერილი ხო არა? და შენ ფსევდონიმით თქვენ შეგიძლიათ ასევე შექმნათ რამდენიმე საკუთარი სხვადასხვა გემოვნების სატელიტ
მეტი ოპოზიციური პარტია. არჩევნების დღეს უნდა დაუშვათ დამკვირვებელი, მაგრამ გაამარტივეთ ეს მათთვის, ვინც თქვენთვის უფრო მისაღებიაო, შეიძლება აბეზარი და პედანტი დასავლელებიც ჩამოვიდნენ და მოკლედ მთელი სქემა ის გზამკვლევი და ბოლოს არის რომ თავის დაზღვევის მიზნით მაინც დარწმუნდით რომ შედეგების გაყალბება შეგიძლიათ და ხელი უნდა მიგიწვდებოდეთ ელექტრონულ სისტემაზეო. უკაცრავად ეს როდის დაიბეჭდა? ესეც დაიწყო. ეს არის 12 მარტის, 3 მარტის. მე მგონია უფრო ადრე ქონდათ ეს გზამკვლევი მაგათ. არა, მე კიდევ ერთხელ დავწერე საქართველოს არის სკოლა, დიდი სკოლა. ო, აშკარად. არა, მე კიდევ ვფიქრობ, რომ ყველაფერი დაწერილია, ყველაფერი სქემა არსებობს და უბრალოდ შეიძლება ამით guideline-ი ანუ შენ ფიქრობ, რომ ეს გზამკვლევი საქართველოში ამ გზამკვლევით მოქმედებენ? არა, ესეთი გზამკვლევი არსებობს, მართლაც ეს სქემა არსებობდა, წლების მანძილზე არსებობდა და დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც გავოცდილება საქართველოს ხელისუფლებამ ახრივ გაიზიარა და უბრალოდ ერთ-ერთი დემონსტრაციაა ამ სქემისა ეს სტატია. სქემის წარმატებით ფაქტია რომ ამ წერილში არცაც საქართველოს ნახსენები არ არის და ზოგადად არც ერთი ქვეყანა ნახსენები არ არის. ეს არის გზამკვლევი მათთვის მე გაგაცანით მე მგონი უფრო სარედაქციო წერილია ვინაიდან ავტორი არ ეწერა. საეჭოა. ძალიან საეჭოა მართლაც. ხო, ნუ ცხადია რომ უკვე ეს სქემა ასია თუ ისე არ ვიცი ხა ჩვენთან დაწერეს ჩვენს გამოდაწერეს იდეალურად ერგება ქართულ სიტუაციას. ეკონომისტში იყო აი ავტორი არ აწერია. არ არის ხო. ავტორი გენერალში. ჩვენზე იყო წერილი გუში რომელიც გაგაცანით სადაც საუბარი იყო რომ ქართულ დემოკრატიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. დაკავებული. ხო, დაკავებული. კარგით, ბლუმბერგმა გამოაქვეყნა საუკეთესო ბიზნესის კუთხით 50 ქვეყნის სია, სადაც ჰონკონგია პირველ ადგილზე, ასევე რეიტინგშია ესტონეთი, ლიტვა, 55-ზე უკრაინა, 52-ე ადგილზე რუსეთი. ეს არის ეკონომიკური ინტეგრაციის ხარისხი, ბიზნესის წამოწყების ღირებულება, მასალების. არა, საქართველოს 50 სიაში არ არის. ჩვენთან დაწყებაა ყველაზე იული და სამაგიეროდ ჩვენთან დაწყებაა ყველაზე ადვილი. ხო, მართლა თლიანად ციკლი განიხილეს და დასრულებას მოსმენებელი არა. ჩვენ დაიწყეთ მე რას გეუბნებოდი. დაახლოებით ანეკდოტი რო არის დღეზე, ხო იცი? ისო კაცო რეკლამა იყო, შემოიტყუეს და ეგრეა რომ მე ჩივი, ხო, რომ აბა მე თვითონ ჩამოვედი რომ რეიტინგში, კაცო ეგ დაწყება იყო და დამთავრება შეიძლება აღარ არის უპასუხებელი. პუტინი არსად წასულა და ილუზიები ამასთან არც ქონიაო ეგვიპტურ ტელეკომპანიას მისცა ინტერვიუ პრეზიდენტმა სააკაშვილმა პატარა ციტატა რუსეთის საზოგადოებას მოდერნიზაციას სურს პუტინი კი არის კაცი რომელსაც საბჭოთა კავშირში დაბრუნება უნდა საბჭოთა კავშირი დასრულდა ის აღარ არსებობს ის მკვდარია შეუძლებელია მისი საფლავიდან ამოღება სააკაშვილი ამბობს ამას ხო ეგვიპტური საზოგადოება იქნებოდა აი გაოცებული ამ ესოდეს საინტერესო წიაღს. ეგ როგორ არის საქართველოზე. გარეთ ეს უბრალოდ თვალსაჩინით კიდე მოყვარეს. რუსეთის მოდერნიზაციის იმედი კარგია ნამდვილად. არა, იმედი არ აქვს, იმიტომ რომ პუტინი არისო იქო თორე ხალხსო უნდაო. და სხვათა შორის იქ ესე გახმიანდა ესეთი ფრაზა ერთ-ერთ აღარ მოხსოვს კურიერში იყო ეს თუ ქრონიკაში რომ ეგვიპტელები აღტაცებული არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სტრუქტურის რეფორმით, პოლიციის რეფორმით და რაღაცა თითქოს ამასთან იყო კავშირში ამ ჟურნალისტის ამბავი ხო ამან ნიკა გილაურმა ხომ განაცხადა მთავრობის ხდომაზე რომ საქართველოს რეფორმების თქვათ უკვე ექსპორტიორი ქვეყანა. ანუ ამას უულია ჟურნალისტს უკითხავს და კითხვით რომ ვის აქვს ეს კარგი პოლიცია, ვის აქვს და ჩამოვიდა აქამდე საქართველოს. ამ წერილში ამ ინტერვიუში კიდევ ერთი არის მთავარი რომ რაზეც რუსეთის პრეზიდენტიც და პრემიერიც საუბრობენ რომ ქართულ ხალხთან არ გვაქვს პრობლემა, ხელისუფლებასთან გვაქვს, იგივე რიტორიკაა რომ საქართველოს ხელისუფლებას მთავრობისა და რუსული საზოგადოების მიმართ განსხვავებული მიდგომები აქვს. ანუ მისი დამოკიდებულება რაც აქვს რუსეთის ხელისუფლების მიმართ არ ვრცელდება რუსულ საზოგადოებას. დღევანდელი ჩვენი კაცების მეორე ნაწილის თემაზე მინდა ერთი-ორი სიტყვა თქვა. დღეს ნინია კაბაძე ყავს ეთერში, იცით რომ აჟიოტაჟი გამოიწვია გადაცემა ქალთა ინტუიციის ქალური ლოგიკის ხო ქალთა ინტუიცია ქალური ლოგიკა დაახლოებით ხოჩეს ქალური ინტუიცია გაცლებთ უფრო მასშტაბური და ქალური ლოგიკა ხო სექსისტობაში დამდებენ ბრალს ქალური ლოგიკის ეთერში გასვლამ გამოიწვია ფემინისტურად და განწყობილი ადამიანების მძლავრი პროტესტი შეიქმნა ჯგუფიც კი რომელიც თხოვს
სარჩელი შეაქვთ და ითხოვენ გადაცემის შეჩერება, რომელიც მაუწყებლობის რომელიღაც პირადად მე ეს გადაცემა ნანახი მაქვს და გარდა ამისა ვიცი რომ ეს არ არის იმედის მოგონილი ფორმატი, ეს არის ჰოლანდიური ფორმატი, თამაშების გამავრცელებელი კომპანია სატელევიზიო თამაშებს იგონებს და ყიდის. მე ვფიქრობ რომ კი რა თქმა უნდა ქალური ლოგიკა გაცემა, ქალური ლოგიკა შეიცავს სქესობრივი დისკრიმინაციის და სეგრეგაციის ნიშნებს, მაგრამ ქალები წარმოჩენილები არიან, თქო, მომხიბვლელი და სულელი ქალები. რატო თუ ეს ქალები სიამოვნებით მონაწილეობენ ამ პროცესში, ამ გადაცემაში, მაშინ სად არის დისკრიმინაცია? არა, იცი როგორ არის? იცი უნდა ერქვას კონკრეტულად ამ გადაცემაში მონაწილე ქალების ლოგიკა რო ერქვას ეს კი ეგ უკვე პრობლემა არ არის მაგრამ სათაურში თუ თვითონ პროტესტანტები სტერეოტიპს ამკვიდრებ და შენ ყველა ქალზე ავრცელებ აგერ დიანა შენ გეხება იმ გადაცემაში ყოფი ქალების ალოგიკური რაღაცები ბრაზდები შენ მათზე მე არ ბრაზდები მაგრამ ნინიას არგუმენტები იქნება საინტერესო თუ ორი ქალი რომელიც არის ძალიან მომხიბლავი ამბობენ და ჩვენ ნახავთ მცირე ფრაგმენტს და ამაზე შეგვიძლია ვიდაოთ მომხიბლელობაზე თუ ხო მომხიბლელები არიან არიან გარკვეულწილად ხლა და ვთქვათ აზრზე არ არიან ხო არაფრის ეს დაბეჭდილება დამრჩა მე ერთ ფრაგმენტს ვუყურე მე არაფრით არ მაკნინებს მაგრამ ვთქვათ ნინიას აქვს ალბათ თავის მოსაზრებები და მოვისმინოთ ნინია კაკაბაძე იქნება ქალური ლოგიკა არსებობს ქალური ინტუიცია გამიგია ზოგადად ლოგიკა არსებობს ქალური თუ არსებობს ლოგიკის ქალური თავისებურება თუ არსებობს კაცური ლოგიკის თავისებურება არსებობს მე ვიცი როცა პირად შეხება ხო რაღაცას ხო საქმე იმ წუთში აი მუშაობს მე არა ვერ ვიტყვი მე ვისაუბრებდი ქალურ ინტუიციაზე თქვათ ესეთ რაღაც არსებობს მჯერავს და არის მაგრამ არის ეხა ქალურ ლოგიკას რაც შეეხება მე მგონია უფრო რაღაც სათაურისთვის მოგონილი მართლაც ამისთვის არის მოგონილი ერთი კონკრეტული მაგალითი განზოგადდეს ხო და აი ესეც შენი ქალური ლოგიკა ალბათ რა ქალო საერთოდ ქალო არ მაგრამ მეორე მხრივ ეხა ვიღაცამ სადღაცას რაღაცა არიცის ეს რა მეორე ქალის პრობლემა და თავსატეხია. აი ნახოთ ნინია კაკაბაძემ რატომ მიიღო პირად შეურაცხყოფა. მამაკაცი ვიცი რომ ალბათ არაფერი არ. გიყურებთ დიდი ინტერესით მეც ნახა. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა დაჭირს. და ეხლა რეკლამის შემდეგ ნინია კაკაბაძის ველი სტუდიაში. ნინია კაკაბაძე მოვიდა ჩვენთან მოგესალმები ნინია. ფემინისტი ხარ თუ არა? შენ თავს უწოდებ თუ არა ფემინისტს? კი. უი, რა დაგემართა. არის. რა მოხდა? გამიმარტეთ რა გგონიათ, რას გულისხმობთ სიტყვა ფემინისტის ხო და მართალია სხვა ფემინისტი არის. მე მგონია რომ სრულიად წარმოდგენა გაქვს. ზოგადად ცნობილია რომ ფემინისტი არის, რომელიც ქალის და მამაკაცის თანასწორობისთვის იბრძვის ეს პირი მოქალაქე, რომელიც არ შეიძლება ქალიც იყოს და კაციც. იბრძვის აღიარებს რომ ქალი და მამაკაცი არის აი ეგ არის. არა, და აი თავარი ის არის რომ მე და შენ შორის განსხვავება რაშია რომ მე ვფიქრობ რომ ქალს და მამაკაცს შორის განსხვავებები არ არის კონვენციური, ანუ არ მოვილაპარაკეთ რომ არის განსხვავება კაცობრიობამ, ანუ ეს ისტორიული პროგრესის, ისტორიული გზის ბრალი კი არ არის, არამედ რაღაც მართლა მეტაფიზიკური ამბავი. ანუ ღმერთმა, განგებამ, რაღაცმა მიღმურმა ამბავმა ქნა ისე რომ მამაკაცის და ქალი განსხვავდება ერთმანეთისგან. იმას კი არ ვამბობ რომ რომელიმე ჯობია ან რომელიმე წინ არის, ან რომელიმე უკან. განსხვავდებით ერთმანეთისგან. კი ბატონო, განსხვავებას არავინ არ უარყოფს. თქვენ ფიქრობთ რომ აი საფერველია ქალი და მამაკაცი განსხვავებული სხვა სქესის წარმომადგენლები არიან. ქალები და მამაკაცები. მარტო გენიტალიებით არა, აქაც. არა, აქ არ ვიცი, შეიძლება სრულიად ერთნაირი ქალი და ერთნაირად მოაზროვნე ქალი და კაცი. მინდა გითხრა რომ ეგრე არ არის. იცი, ეხლა ეს კამათი ძალიან შორს წაგვიყვანს და ვერაფრით ვერ დავამტკიცებ. ვერც მე და ვერც შენ სამწუხაროდ. აი ჩვენს თემასთან ეხლა ხوار გაუშვათ ეს მომენტი. კარგი, კი ბატონო. ვისაუბროთ გადაცემა, რომელიც ტელეკომპანია იმედზე გადის, ქალური ლოგიკა, რამდენიმე 500-მდე ხელმომწერი ყავს უკვე განცხადებას, აპროტესტებენ გადაცემის შინაარსს, ის არ შეესაბამება ეთიკის სტანდარტებს და რომ მოწვეული გოგონების მიმზიდველობასა და სექსუალობაზე აქცენტი და ამდენად ისინი წარმოჩენილი არიან როგორც სუსტი და უვიცი არსებები, რომელთა გონებრივ შესაძლებლობებსაც მამაკაცები ზომავენ. ეს არის განცხადებიდან ნაწყვეტი ნინია კაკაბაძეც არის ხელმომწერი ამ განცხადებისა სექსუალურობის შესაძლებელი აზრით ხო? არა, რატომ? ესენი ამყარებენ სტერეოტიპს, რომ ქალი არის სულელი. ერთი რომ ქალი არის სულელი,
და მეორე რომ მიმზიდველი ქალი რომელიც კარგად გამოიყურება ის აპრიორი არის სულელის. ეს არის ორი სხვადასხვა სტერეოტიპი, რომელსაც ეს გადაცემა ამყარებს. მე ინტერნეტში მოვიძიე ვიდეო, სხვათა შორის ისიც არ ვიცი რა კითხვაზე სცემენ ესენი პასუხს, თუმცა ქალური ლოგიკით მივხვდი რა შეიძლება და ყოფილიყო. არის ესე კი ქალური ლოგიკა. შეკითხვა მოვისმინოთ ეს ფრაგმენტი და გავაგრძელოთ საუბარი. გივის სიხარულიძე მართლა არ ვიცი ვინ არის. ვაიმე. გიჟდები გივიზე. კაი მართლა არ იცი. გივის სიხარულიძე არის ეთერკაკულიას მეგობარი. და ეთერკაკულია იმედია იცი ვინც არის. აბა ვინ არის? ეთერია კაკულია რა. აი რამე დამე არ ვიცი. აი ექსპლანეტარება ეგ და ძალიან მიყვარს ორივე გივიც და ეთოც ჩვენი ესე იგი ენდი გარსი და გივის სიხარულიძე ხელჩაკიდებულები იდგნენო და შეიძლება შესაძლებელია ხო რაღაცა მეც ეჭვი მაქვს რომ შეიძლება დგარიყვნენ ენდი გარსი აქ იყო და გადაღებებიდან გამომდინარე შეიძლება და ყოფილიყო მაგრამ გივი რა შუაში ხო რა ვიცი გივი ჩვენ ვართ არ ვიცი მოკლედ რა შეპასუხე კი რა მე მგონია რომ კი აი მე რამე კი პასუხი ვაფიქსებთ პასუხს და ეს არის კი ანუ დადებით გივის სიხარულიძე ესე კი ვინ არის ეთერკაკულიას ვინ არის მეგობარი ანუ ტოლები იქნებიან ეგ ცოცხალი იქნება კიდე და იდგებოდნენ ერთად კი რა მოკლავს მაგას შვენიერი გადაცემა ყოფილა. ვიდიე ყვაყოფილა ამ ქალების ლოგიკით რომ შვენიერი შენ რა ცუდი გადაცემა შებოროტო გოგო. ყველაზე ცუდი მაგალითი, სამწუხაროდ ძალიან ცუდი მაგალითი იყო ნაჩვენები, იმიტომ რომ კითხვაზე ხო, არა, არც მე მხოლოდ ერთი გადაცემა ვნახე და ეს ის გადაცემა არ არის, რომელიც მე ვნახე. ამას ესალმები ამ ისიც ჩანაწერი, მაგრამ ის რომ გივის სიხარულიძე არის ეს ახალგაზრდა გოგო ვინ არის, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია და პირიქით ეს მეტყველებს იმაზე რომ ეს გოგონა გაცილებით უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხებით არის და მათი შეცნობის საქმით არის დაკავებული ვიდრე ის რომ გივის სიხარულიძე ან რადიო გადაცემას უსმენდეს ან კი საერთოდ იცოდეს და ნანახი ყავს. არა, პრეტენზიები მაქვს, მაგრამ კითხვები არის საერთოდ ფორმატი როგორი არის ხა ძალიან დიდ დროს წაიღებს, იმიტომ რომ რამდენიმე ნაწილისგან ფორმატი არ არის უკაცრავად. კი ბატონო, ვიცი. ისიც ცივილიზებულ ქვეყანაში მოიწევს. კი ბატონო, ამას არ აქვს. რომელშიც სექსიზმით არ გამოირჩევა ჰოლანდიაში. კი ბატონო. იქ თუ არის აქ რა თქმა უნდა. აქ არ შეიძლება, იმიტომ რომ მე რამდენადაც ვიცი, თუმცა არ ჯერჯერობით ვერ მოვასწარე ამის გადამოწმება, ასე უტრირებულად არ არის სხვა ქვეყნებში სადაც ამ დაგვარ ზუსტად ასეთ გადაცემას ამზადებენ ასე უტრირებულად არ არის კითხვები არ არის ასეთი უკაცრავად სხვა სიტყვას ვერ პოულობ შტერული ძალიან პრიმიტიული ამაზე პრიმიტიული მეტი არ შეიძლება იყოს მე არ ვიცი რა ნიშნით არჩევენ ამ გოგონებს ან როგორ არჩევენ ხანდახან ვფიქრობ რომ შეიძლება დადგმულიც კი არის ეს სპეციალურად და თუ დადგმულია კიდევ უფრო ცუდი მაშინ იმაზე მაინც უნდა იყოს მინიშნება რომ ეს დადგმულია და სინამდვილეში ეს გოგონები ასე მათი ცოდნა ასეთი მწირი არ არის პრობლემა არის ის რომ მთლიანად გადაცემის ფორმატი ესეთ რაღაცა ხაც ქმნის რომ გალიაში გამომწყდეული აი ჩარჩოში ტელევიზორის ჩარჩოში გამომწყდეული ორი გოგონა ზის მსჯელობს დალი უპრიმიტიულეს საკითხზე მთვარე ბრუნავს დედამიწის გარშემო თუ მზე აღარ მახსოვს როგორ იყო რა საკითხი 11 მეტრიანი რამდენი მეტრიდან ირტყმება პენალი 30 15 თუ 37 აღარ მახსოვს რა ციფრები იყო და გოგონები ამბობენ რომ 30 მეტრიდან ხორციელდება დარტყმა 11 მეტრიანი პენალის დამეკარგა ახლა აზრით მოდი ასეთი გადაცემული ხო კითხვებს როდესაც ვსვავთ და ეს გოგონები არიან ამ ჩარჩოში მოთავსებული როგორც რაღაცა საყვარელი ცხოველები, კარგად მოვლილი, კარგად დავარცხნილი და მამაკაცები მათ გარედან დასცინიან. ეს როგორც ქალს შეურაცხყოფს. იცით რა, პირადად მე არ შეურაცხყოფს, შალვა ამბობდა რატომ დარჩა პირად
პირადად შეურაცხყოფილი. მე პირადად არ შეურაცხყოფს, იმიტომ რომ არ მეხიება ეს, მაგრამ მე განვიცდი იმას, რომ ჩემს ქვეყანაში ისედაც პრობლემა არის ქალთა უფლებების დაცვის მხრივ და პრობლემა ამაზე ვისაუბრეთ, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე, მედია, რომელიც ამკვიდრებს ან კი ამსხრებს სტერეოტიპებს, ამ შემთხვევაში მედია თამაშობს ძალიან ნეგატიურ როლს და ამყარებს სტერეოტიპებს, რომ ხალი არის ეს არის საზოგადოება, ჩვენ ცხოვრობთ საზოგადოებაში. სექსისტური საზოგადოებაა, რასაკვირველია, სამწუხაროდ. ეს არის ჩვენი კულტურული პრობლემა, ძალიან ბევრი მიზეზი აქვს იმას, რომ დღეს ხალი ჯერ ისევ არ არის აღიარებული და მიჩნეული. ხალები ჩაგრებიან საქართველოში. რასაკვირველია, სტატისტიკას უნდა გადახედოთ მე სამწუხაროდ. აი ნიუსრუმი არის შენს წინ. მაესტროში მომუშავე. კი ბატონო, ტელევიზიებში, რადიოებში ხალები უფრო მეტად მუშაობენ. მე გავეცანი სტატისტიკას, რომელიც ანადოლიძეს ქონდა, ასე თქვა, შეკრებილი. გაეცნო სტატისტიკას. კიდევ არსებობს არაერთი ძალიან საინტერესო სიუჟეტი ქონდა სხვათა შორის ტელეკომპანიას კავკასიას დამზადებული, დღევანდელი მონაცემებით, რამდენი დეპუტატი გვყავს, რამდენი მინისტრი გვყავს. ელჩები მაგალითად მამაკაცებს პოზიციებზე მუშაობენ ხალები. მე წინააღმდეგი ვარ კვოტების. წინააღმდეგი ვარ ამ კვოტების. რახან ხალია ქალური კვოტა უნდა არსებობდეს. ძალიან ბევრმა სახელმწიფომ ეს გაითვალისწინა და სწორედ ეს რეგულაციები იყო, რომ აუცილებლობა შექმნა იმისა, რომ ქალები და მამაკაცები ამადა ამ კვოტით ყოფილიყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში. მე პირადად დაფინანსება ემატება თუ ქალების რაღაც. კი, იმიტომ რომ მთელი ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა და მიხვდნენ, რომ ქალი და მამაკაცი არის თანასწორი და ისინი სახელმწიფო თავისთავად უწყობს ხელს ხალხს იმისათვის, რომ სოციალურ საფეხურზე ავიდეს უფრო მაღლა, ვიდრე არის ინდიის კვლევებში იყო შეკითხვა, ვის მისცემთ უპირატესობას, რომელ დეპუტატს, თანაბარი შესაძლებლობების მქონე დეპუტატს, ქალს თუ მამაკაცს. და ქართულმა ხალხმა თქვა, რომ მისცემდა უპირატესობას ქალს. შესაბამისად, არანაირი კვოტა არ უნდა. მობრძანდნენ ეს აქტიური ქალები, სად არიან ეს ქალები? მობრძანდნენ და აკეთონ საქმე. მე მაგალითად მაქვს ჩემი ბიზნესი, რა ბიზნესშიც არ ყოფილვარ, სიხარულით ვიღებ. უფრო მეტად ქალებს, იმიტომ რომ გაცილებით მეტად მობილიზებულები არიან, პასუხისგებლიანები, ნაკლებად აგრესიულები. სადაც მე მუშაობ, მე მედიაში მუშაობ, ძირითადად არიან ქალები. სტუდენტები ძირითადად არიან გოგოები. ყველგან ქალები ხართ. ბანკში შეხვალთ ქალები ხართ. საჯარო რეჟიმში ხართ გოგოების ხედავთ. ბანკში რომ შეხვალთ და ქალები რო ხდებიან, ბანკში რო შეხვალთ და ქალები რო ხდებიან, რა პოზიციაზე ხდებიან ქალები და სად არიან მამაკაცები. TBC ბანკში 3 მოადგილე მართველის არის ქალი. სულ რამდენი არის მაღალ საფეხურზე TBC ბანკში და ნებისმიერ სხვა ბანკში? ანუ ეს ამ დისკრიმინაციის შედეგია, სტერეოტიპის შედეგია, ნინია თუ ქალები ვერ ეხერხებენ. მაგალითი მოიყვანე, იმიტომ რომ ბანკში სწორედ რომ ქალები არიან ძირითადად დაბალ საფეხურზე, ესეთი მოლარეები. არა, მაღალზე ნაკლებად. ძალიან იშვიათი სტატისტიკა. მე სამწუხაროდ ეხლა ციფრებს ვერ მოვიყვან, ამისათვის კარგი იყო რომ მოგიყვანათ სტუმრად ისეთი ადამიანი, რომელმაც ეს სტატისტიკა იცის ციფრებით ყველა სფეროში როგორ არის. იცი რატო არის ეს? იმიტომ კი არა რომ ვიღაცა უგრძალავს. უბრალოდ შეიძლება არ გამოჩნდა ისეთი ქალი, რომელმაც რიგი მიზეზების გამო ბავშვი ყავდა ერთი მეორე ასე მარტივად ნუ სხვა დიაგნოზი არ გამოჩნდა ქალის ბრალი როგორ შეიძლება იყოს ხო ამდენი ხანია ჩვენ ვსაუბრობთ რომ ეს არის კულტურის პრობლემა ეს არის ამ საზოგადოების პრობლემა რაღაც ამ საზოგადოებაში არ არის მიღებული ჯერ კიდევ გამოკითხე საქართველოს მოსახლეობა და გაიგე პასუხი ქალის უმთავრესი მისია რა არის და ამ საზოგადოებაში სხვაგან არ არის ეგრე განვითარებულ ქვეყნებში არ არის რატომ არის მილიარდერთა სიაში რატომ არის მილიარდერთა სიაში ძალიან ცოტა ქალი და ვინც არიან მემკვიდრეები არიან. რატო და ქრივები და ესე თქვა. ხო, რატო ვერ მოხდა ისე? Forbes-ის ბოლოსიაში. ეს პროცესი ძალიან დიდი ხანი არ არის რაც დაწყებულია. არ არის ამას ჭირდება კულტურაში და მენტალიტეტში შეცვლა შეიძლება საუკუნეებს დაჭირდება საუკუნეზე ყველგან. ესეთი რამე ხელისუფლება იცვლება ერთ დღეში არჩევნებით და რაღაცა ასე პოლიტიკური საკითხებით, თორე მენტალობა და კულტურა შემოშალა ერთ დღეში და ორ დღეში ქართული პრობლემა მაშინ შევთანხმდეთ. არა, ქართული პრობლემა იმდა თუ კი მილიარდერების სიაში ხალი არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ზუსტად იქ ვართ, სადაც ეს ქვეყნები, სადაც შენ საუბრობ, რომ მილიარდერი ვერ გახდა ხალი. სხვა ცოტა უფრო დაბლა ჩამოდი, ბანკებს გადახედე, ნებისმიერ პარლამენტში შეიხედე, მინისტრების სიას გადახედე და სხვადასხვა ესეთ სფეროებს, სადაც
ქალი და მამაკაცი ქალი არის დისკრიმინაციულ მე ვენდობი NDI-ის კვლევას. NDI-ის კვლევაში წერია. კვლევას მოკლედ როგორც მოგიხერხებათ ისე ენდობით. რა გინდა ვენდობი? ან არ ენდობით და იმის ცოლის გამოკითხვა არის, ხან ენდობით. მე იმის ცოლის გამოკითხვაზე? არა, შენ კონკრეტულად არა, მაგრამ ხო და მე გეუბნები, რომ NDI-ის კვლევას ვენდობი. იმ ნაწილში ვენდობი, რომ 70%-ს უნდა ბიზნესს რომ მოქალაქეობა მისცენ და იმ ნაწილშიც ვენდობი, რომ მიხეილ სააკაშვილს რამდენი პროცენტი აძლევს ხმას? არა ჯერ არ ვთქვამთ. არა. ეს უშაბათთან იქნება პარტიული სიები. და იმ ნაწილში ვენდობი. მე მითხარი ენდობით. კი ბატონო, პრობლემა არ არის ვენდობი. მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა თქვა, რომ თანაბარი შესაძლებლობების მქონე კანდიდატებიდან ქალ კანდიდატს აირჩევდა. არ არის საქართველოში ეს პრობლემა, ნინია. კარგი, ეს პრობლემა არის შალვა ძალიან პრიმიტიულად ფიქრობ, არ ვიტყვი სიტყვა აზროვნებს და სვავ დიაგნოზსაც ასევე რომ არ არის ლოგიკა გაქვს. ხო, არა, რომ ეს არის ქალების პრობლემა. არ არის ეს ქალების პრობლემა, ეს არის კულტურის, მენტალიტეტის, მთელი ისტორიის პრობლემა. არა, ამ შემთხვევაში არც კაცებს კონკრეტულად არ ვადანაშაულებ. გეუბნები კულტურა სიტყვა, რომელშიც ქალიც არის, კაციც არის. ჩვენ გავიზარდეთ ამ კულტურაში, ამ მენტალობით და ამ შეგნებით. ქალი ძალიან ხშირად არ ფიქრობს, რომ სამზარეულოდაც უნდა გავიქცე. არა. დიანას მაგალითზე და ჩემ მაგალითზე ნუ იმსჯელებ შალვა რა გჭირს ახლა? სამი თოქ-შოუ მიყავს სხვადასხვა იმას და ესეთ კითხებს ნუსვა. მე მინდა ერთ-ერთი არასამთავრობოს წარმომადგენელი ნანა კაკაბაძის განცხადება წაგიკითხო. მამათმავლობის, ლესბოსელების და ტრანსექსუალობის პროპაგანდა უნდა აიკრძალოს, უნდა აღდგეს საბჭოთა კავშირის დროს არსებული 121 მუხლი, რაც ჰომოსექსუალობის დასჯადობას ითვალისწინებს, დანაშაულია, როცა საკუთარ არაჯანსაღ ორიენტაციაზე ხმამაღლა საუბარს ახდენ. დღეს ლიბერალმა აიღო ისევ კიდევ ერთი ინტერვიუ ქალბატონი კაკაბაძისგან, რომელიც ამბობს, რომ ამ მუხლის შინაარსი საერთოდ არ ვიცოდი, ადამიანის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა არ უნდა დაეკისროს, მაგრამ არ შეიძლება პროპაგანდა იმისა, რაც დღეს ძალიან აქტიურად მიდის ტელევიზიებით. ასეთი ქმედებების სახალისება არ შეიძლება. მე მინდა რომ ვთქვათ ეს სოციალურ ქსელში აქტიური განხილვის საგანია ეს განცხადება და მინდა არ ვიცი როგორ ხასიათზე იყო ნანა კაკაბაძე და არც არის ჩემი საქმე რომ ვიცოდე ამის შესახებ. ფაქტია რომ ესეთი ინტერვიუ გავრცელდა, მეც გავიგე რომ ნანა კაკაბაძე აცხადებს რომ მსგავსი არაფერი არ უთქვავს რომ ამ მუხლის აღდგენასთან დაკავშირებით, მაგრამ ის ფიქრობს რომ სექსუალური უმცირესობებს LGBT საზოგადოებას როგორც მათ მოვიხსენიებთ, მათ არავინ უშლის არსებობას, მაგრამ ზედმეტად ნუ გამოჩნდებიან, ზედმეტად პროპაგანდა თავს ნუ მოგვახვენ. მე არ ვიცი საერთოდ ეს პროპაგანდა საჩენ რომელ მედია საშუალებაში შენიშნა, სად არის დამანახოს მეც და ჯერ ერთი პროპაგანდა არაფრის არ არის კარგი. მაგრამ რას გულისხმობს? თავისთავად განცხადება ნანა კაკაბაძეს არის არ მოვერიდები ამ სიტყვას და ფაშისტური. ძალიან გული მწყდება რომ ჩვენს ქვეყანაში ამას უფლებადამცველი ორგანიზაციის თავმჯდომარე და უფლებადამცველი ადამიანი ასეთ განცხადებას აკეთებს უფლებადამცველი ადამიანი ნანა კაკაბაძე, რომელიც თითქოს ხვის უფლებებს იცავს. როგორც ჩანს, მისთვის მართლაც სექსუალური უმცირესობა არ არიან ადამიანები და არ ფიქრობს მათი უფლებების დაცვაზე, ან კი მიაჩნია რომ უფლებების დაცვა მხოლოდ ის არის, რომ მას სიცოცხლეს არ მოუსწრაფებ და ცოცხლად ტოვებ და ეუბნები რომ კი ბატონო იცხოვრე, მაგრამ შენთვის იყავი. და კიდევ ერთი იგივე პრობლემამდე მივდივართ. ეს პრობლემები სხვა ქვეყნებშიც დგას, ცივილიზებულ ქვეყნებშიც დგას, მაგრამ იდგა კი ბატონო, დღეს გაცილებით ნაკლებად და სამწუხაროდ საქართველოს ისევ და ისევ კულტურულ მენტალურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომ უცხოს შიში ჩვენ ხანდახან გვაქცევს თუნდაც ვერბალურ მოძალადეთ და თუნდაც ვერბალურ აგრესორად, როდესაც ესეთი რაღაცის თქმა შეგვიძლია ადამიანებზე, რომლის უბრალოდ სექსუალური ორიენტაცია არის განსხვავებული. რატომ არის ეს ნანა კაკაბაძის პრობლემა ან ვინმეს პრობლემა, მე არ მესმის, რატომ ფიქრობენ, რომ ეს რაღაც საფრთხეს ან საშიშროებას წარმოადგენს? არა, არის შიშები ობიექტური, რომელსაც ვერ აცნობიერებ და გადაგაკეთეს შიშების ხვაზე. ხო, ქსენოფობია ზოგადად მაგას ნიშნავს. არ ცოდნა რაღაცის, მაგრამ ახლის შიშ მისთვის გერმანიაში ეს ებრაელი შიში განვითარდა, რომ აი მართმევს
საერთო საბადოებს. დაახლოებით იგივე ყაიდის სიჟეტი. მაგრამ ახლა ჩვენ თუ არ გვინდა რომ გავიმეოროთ არ გავიმეორებთ. გამოცდილება რომელსაც ებრაელის ეშინოდა და იგივე შედეგი მივიღოთ, ამიტომ საზოგადოებამ ყოველთვის უნდა მოახდინოს რეაგირება ასეთი ტიპის განცხადებებზე. ნანა კაკაბაძე ძალიან გული მწყდება რომ ნანა კაკაბაძეს საჯაროდ დღესვე არ მოიხადა ბოდიში და არ უარყო და არ თქვა რომ მე ესეთი მსგავსი არ ვქნა, მხოლოდ და მხოლოდ მუხლთან დაკავშირებით შეიტანა შესწორება რომ ამ მუხლის შინაარსი არისთვის. თუმცა ის შეურაცხყოფას აყენებს ადამიანებს და მათ უფლებებს არღვევს. ძალიან გული მწყდება, ვერ გეტყვით რომ მოლოდინი მქონდა რომ ამ ბოდიშს მოიხდიდა, მაგრამ ძალიან ცუდია მაინც რომ მისი ასე ვთქვათ პროტესტი არ დაფიქსირდა არსად. ნინია, მე მინდა რომ ცოტა დრო გრჩება, ვთქვათ პოლიტიკასაც შევეხოთ, სამოქალაქო აქტივიზმს უпростоრად დღეს იყო ჰანრიხ ბიოლის ცენტრში სამოქალაქო აქტივიზმზე ესეთი საუბარი, სადაც ზალანდრონიკაშვილი აცხადებდა, რომ მთავარი პრობლემა ეს ის არის, რომ პოლიტიკური პარტიები არ იქმნება მოქალაქეთა ინტერესებისთვის და მოქალაქეთა ინტერესების გარშემო. დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არ არის ასეთი ვთქვათ პარტიები, რომელიც მოქალაქეების ინტერესებს გამოხატავენ და ვთქვათ აქტიურები იქნებიან იმ კუთხით, იმ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებით, რაც ვთქვათ საზოგადოებას აინტერესებს. ეს რთული თემა არის, ესე მოკლე კომენტარში რომ მთლიანად ჩამოვაყალიბო და ვთქვა, მაგრამ ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ მართლაც ასეა, არის ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობა, რომელიც აკეთებს რაღაცას და შემდეგ გეუბნება, რომ ეს კეთდება შენთვის. ხშირად ეს მართლაც ასე, მაშინ როდესაც გზა იგება, რაღაცა რემონტდება და რაღაცა ლამაზდება, რომელიღაცა შენობა ანკი პირიქით არა. როდესაც კარგი რაღაცა კეთდება, ხო? როდესაც კარგი რამე კეთდება და ნამდვილად არის რაღაცები, რაც კარგი გაკეთდა, კი ბატონო, მაშინ ეს არის ჩემი ინტერესების დაცვა, მაგრამ რასაკვირველია, პოლიტიკური პარტიები ჯერ ვერ გაიზარდნენ და ვერ ჩამოყალიბდნენ ისე, რომ სწორედ საკუთარი საარჩევნო კამპანია აგონ იმ მოთხოვნებზე, რომელიც არის მოსახლეობაში. უფრო მეტად არის ძალიან ზედაპირული პოპულისტური საარჩევნო კამპანიები, სადაც ყველაზე ზედაპირზე რაც არის, ყველაზე აქტუალური იმ წუთას რაც არის და პოპულარული, იმას იყენებენ ყოველთვის. რატომ არის ეს? კულტურის? შესაძლებელია აქაც იგივე პრობლემა მივიდეთ, იმიტომ რომ ძალიან კონკრეტულად გეტყვი რატო ხდება ეს, იმიტომ რომ პოლიტიკურ პარტიებს კონკრეტულად ეხლა ვიცით ივანიშვილის პარტია ესეთ და შეიძლება ბევრი სხვაც იყო მანამდე, უხდებათ არა საკუთარ პროგრამაზე მუშაობა, არამედ იმ სულელური, დრაკონული მთელი მსოფლიოს მიერ ძალიან ცუდ კანონებად და ქმედებად აღიარებული რაღაცეების წინამდე ბრძოლა, რომელთაც კონკრეტული პირი სააკაშვილი ახორციელებს. თქვენ ზოგადად ჩვევიათ ამ გამწობა და ხალხზე გადაბრალება. შენც გვჩვევია ზოგადად უზარმაზარი და გლობალური პრობლემების მხოლოდ ერთ ადამიანში დანახვა და მე სულ გიმტკიცებ რომ არ შეიძლება ერთი ადამიანი იყოს ყველაფრის პრობლემა. მე გეთანხმები რომ მიხეილ სააკაშვილი არის პრობლემა, იმიტომ რომ როდესაც ის პოლიტიკური ქმედების საშუალებას არ მაძლევს, მოგელაძეს მიქსევს და მოგელაძე ჩემს ხალხს ფეხზე ხდის და არ რჩება რომ არც სურვილი, არც ნერვები რომ ვიფიქრობ გადარჩენაზე მასუდება გადაცემა მედიაზეც საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში ლომის წილი უდევს ის არის მართ რაღაცნაირად ამინც წინა საარჩევნოს თუ პოლიტიკურს ქმნის ხელისუფლება მის ხელში არადემოკრატიული და მისი შედეგია თუ კი ჩვენ საუბრობთ ხოლმე რომ ცუდი ოპოზიცია გვყავს ეს ძალიან დიდ წილად არის სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობა რადგანაც როგორი ხელისუფლებაც არის ოპოზიცია რაღაცნაირად მისი გამოძახილივად არის პროცესსაც ქმნის თქვა ხელისუფლება ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული და ხშირ შემთხვევაში ხდება ისე რომ არც ერთი არ ვარგა. მე მინდა რომ გადაცემის დასასრულს ქართულ მედიაზე ვისაუბროთ წინასაარჩევნო გარემოში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია როგორი უნდა იყოს მედია მე შენი ბოლო ბლოგი მახსენდება სულელი ჟურნალისტები სადაც ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე საუბრობდი რამდენად იქნება მედია იმის ხელშემწყობი რომ საზოგადოებამ სწორი არჩევანი გააკეთოს და მიხვდეს თქვა რომელი პარტია რას თავაზობს და ასე შემდეგ ძალიან ბევრ თემაზე მოლაპარაკებთ მიჭირს გადახტომა პატარა გადაცემა პატარა დრო მაქვს და ძალიან ბევრ რამეზე ვლაპარაკობ კარგია ახალი სტილი მაგრამ ამასთან დაკავშირებით მაქვს პასუხი იმიტომ რომ თავარი არის ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი არის არსებობს თქვენ ალბათ გაიგიათ მედია კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის
ჩვენ გავამზადეთ უკვე წერილი, ცოტა ხანში გავავრცელებთ და ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველას სადაც ხმა მიგვიწვდება, ვთხოვთ რომ მედიის მონიტორინგი საქართველოში განხორციელდეს, მთელ მედიაში განხორციელდეს უფრო ადრე, ვიდრე არის წინა 3 თვე. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ შესაძლებელია ხომ ოქტომბერში არის არჩევნები, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი ამ ხრივ არის მყარი სეზონი მედიისათვის და 3 თვის განმავლობაში 3 თვე არაფერს არ ცვლის რეალურად, როდესაც საარჩევნო კამპანია ნაციონალურ მოძრაობას არც ერთი წამით არასოდეს არ შეუჩერებია, ამაზე ვერაფერს ვერ იზრავ ამის წინააღმდეგ ის ამბობს მე ვამბობ საქმეს და მედია ამას აშუქებს, ჩვენ ვავრცელებთ მოთხოვნას უფრო რომ 6 თვით ადრე მაინც მოხდეს სატელევიზიო მედიაზე, ტელემედიაზე მაინც დაკვირვება და მისი მონიტორინგი ნებისმიერი საინფორმაციო გამოშვების თუ თოქ-შოუების თუ ყველაფრის თოქ-შოუები, საინფორმაციო გამოშვები, გასართობები ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ კი რაღაცა მინიმალური მაინც შეიძლება რომ გაკეთდეს, ეს მაინც იყოს რომ დაფიქსირდეს რომელ არხებს აქვს პოლიტიკური თოქ-შოუები, რომელს არ აქვს, მათი მონიტორინგი ჩატარდეს და ასევე ინფორმაციო გამოშვებების. ეს ჯერჯერობით არის ის ერთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგვით და ვთხოვთ ყველას, ვისთანაც ხმა მიგვიწვდება, რომ 6 თვე არის მინიმალური დრო, როდესაც, იმიტომ რომ გამოცდილება მაქვს, როდესაც ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში და მედიის მმართველებმა, ტელევიზიების მმართველებმა იციან, რომ მათ აკონტროლებენ, ისინი უფრო ფრთხილები არიან. ეს კი ნამდვილად არიან უფრო ფრთხილები და ეს არის ერთგვარი პატარა გამოსავალი იმისათვის, რომ რაღაცა წვლილი მაინც რაღაცა მაინც შევცვალოთ. 6 თვის განმავლობაში გადაიტანენ, ასე ვთქვათ, გაზრდიან ამ არა, თუ ეცოდინებათ რომ მაისიდან ჩამოდიან, შესაბამისი სიფრთხილე, მაგრამ მაყურებელი მოიგებს, ანუ რასაკვირველია 6 თვის განმავლობაში, 6 თვის წინ რა იყო მაყურებელს დაავიწყდება და ამორჩებელს და არჩევნებამდე 6 თვით ადრე ის შეხედავს შედარებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია უფრო დაბალანსებულ, მიიღებს დაბალანსებულ ინფორმაციას და შეხედავს დებატებს, რასაც ქვია დებატები და არა თანასწორი თოქ-შოუში პირდაპირ ეთერში დასვავენ 6 თვე არის ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ სრულიად საკმარისი. წესიერ ნორმალურ ქვეყნებში 3 თვეც საკმარისია, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ესეთ ქვეყანაში არ გვიწევს ცხოვრება და ის 3 ნაციონალური არხი, რომელიც ვრცელდება მთელ საქართველოზე და სხვა ვერაფერს ისინი ვერ უყურებენ, ამ არხებზე ეს არხები არის პირდაპირ ხელისუფლების, ასე ვთქვათ, მმართველობის ქვეშ და გადაიცემა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც მათ დიდი მადლობა ნინია რომ მომზადდი და ამოვწურავად დილაპარაკე მოხდა. ვერ მოვასწარი, მაგრამ რა მაინც მადლობა, მოვასწარი ჩემი. ქალებზე ცოტა ვილაპარაკეთ, მაინც მე კიდე მაგაზე მომზადებული მოვდიოდი. არა უშავს, გექნება ისედაც მაგრები. კიდე მოგეცემა, კიდე დაგჭაკრავენ. ვიცი, კაცო, ვიცი მაინც ამბობ. ვიწვიროთ, რა ჩაკრავენ. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ ხვალ შეხვდებით ერთმანეთს, გაცემის სუბიექტური აზრი. ახლა